კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, არის მენეჯერობა, ნიჭია თუ სწავლებადი საქმიანობა. და თავიდანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მეცნიერი, ვინც მენეჯმენტის და ლიდერობის სფეროში მუშაობს, თანხმდება, რომ ეს არის სწავლებადი. რომ ვარჯიშით, განმეორებით, სხვადასხვა მენეჯერული ტექნიკების ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დახვეწოს თავისი მმართველობითი უნარები, დახვეწოს თავისი მმართველობითი სტილი. ცხადია, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამ მომენტში სავარაუდოდ ფიქრობს, რომ ეს ვერ იქნება მართალი, იმიტომ რომ მაგალითად ზოგიერთ ჩვენგანს კომუნიკაცია გამოსდის უკეთესად ვიდრე სხვებს. ან ზოგიერთი ჩვენგანი უფრო პირდაპირია კოლეგებთან ურთიერთობაში ვიდრე სხვები, ხო? და ამიტომ ითვლება ხანდახან, რომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს უფრო უადვილდებოდეს, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი ვიდრე სხვებს. და ეს ასე არ არის. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ყველა დადებით მხარეს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, ანუ ყველა მედალს აქვს ორი მხარე და რას გულისხმობთ? ვინც უფრო პირდაპირია, მაგალითად, რა თქმა უნდა, უფრო გაუადვილდება თანამშრომლებისთვის, მაგალითად, შენიშვნის მიცემა, უკუგების მიცემა. მაგრამ ამავე დროს ხშირ შემთხვევაში პირდაპირი ადამიანები აწყენინებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, თავის თანამშრომლებს. და ეს არის ამისი უარყოფითი მხარე. ვისაც კომუნიკაცია ძალიან კარგად გამოსდის, ამის უარყოფითი მხარე არის, რომ ხანდახან ზედმეტს ლაპარაკობენ, ზედმეტად ბოროტად, ასე ვთქვათ, იყენებენ ამ თავის საკომუნიკაციო უნარებს, ხო? ინტელექტუალური შესაძლებლობები ითვლება, ეს მაინც ხო ნამდვილად კარგია, რომ მენეჯერი იყოს ძალიან ჭკვიანი, ხო? ვამბობთ, რომ შეიძლება ესე არ იყოს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიან მენეჯერს შეიძლება კონდეს ცდუნება, რომ ჩაერიოს თავის ხალხის საქმეში, ჩავიდეს დეტალებში, თვითონ გაარჩიოს და გაარკვიოს რაღაცა რთული სიტუაციები, იმიტომ რომ მის ინტელექტუალურ მანქანას, ასე ვთქვათ, სჭირდება საკვები. ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ნიჭის ფლობა ერთი მხრივ არის დადებითი მოვლენა თქვენი მენეჯერული საქმიანობისთვის, მეორე მხრივ არის უარყოფითი იმავე დროს. კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვათ, ხშირად ამბობენ საქართველოში, ესე იგი ამ კომბინაციას ორი თვისების, ეს არის ნიჭიერი და ზარმაცი, ხო? და ამ ორ შორის კორელაცია ნამდვილად არსებობს. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით მეტია ალბათობა, ასე ვთქვათ, რომ სიზარმაცემ, როგორ ვთქვათ, დაიბუდოს, ასე ვთქვათ, მის თავში და მის ცნობიერებაში. და რატომ? როგორც კი გაკვეთილზე გამოვა, ბევრ ნამეცადინები ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი და ცოტა ნამეცადინები მეტად ნიჭიერი ადამიანი და მიიღებენ ერთნაირ შეფასებას, ავტომატურად წახალისდა სიზარმაცე ფაქტიურად, იმიტომ რომ ამ ნიჭიერმა შეამჩნია, რომ შეუძლია თურმე სხვასავით 1 საათი კი არ იმეცადინოს გაკვეთილები, არამედ იმეცადინოს 10 წუთი და მიიღოს დამაკმაყოფილებელი შედეგი და კარგი შედეგიც ხშირ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას, ვისაც მოცემულობა აქვს ძალიან მაღალი, აქვს პრობლემა შრომის მოყვარეობასთან დაკავშირებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვამბობთ, რომ შეუძლებელია შეთავსება. რა თქმა უნდა, შეთავსება შესაძლებელია, თუმცა არის რთული, ხო? რატომ ამბობენ მაშინ, რატომ ამტკიცებს ძალიან ბევრი მენეჯერი, რომ მენეჯერობა ნიჭია, ხო? ბევრ პოსტზე, რომელსაც მართვის აკადემიის ბლოგზე ვაკეთებთ, კომენტარია, რომ მენეჯერობას ვერ ისწავლი, მენეჯერად უნდა დაიბადო, ლიდერად უნდა დაიბადო, ხო? რა აზრი აქვს, როგორ უნდა გასწავლონ, თუ არ ახარ მენეჯერი, მაინც ვერ გახდები და ასე შემდეგ და ამას არაფერს ჩვენ არ ვეთანხმებით და ჩვენ რო არ ვეთანხმებით არა უშავს, არც თანამედროვე მეცნიერები არ ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც მოცემულობით იწყებ, მაგრამ მთავარია ვარჯიში, მთავარია განათლება, მთავარია ამ უნარების განვითარება და დახვეწა.
და არა ის სასტარტო პოზიციები რა გქონდა. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, რომ ვიღაცას მოусმენ და ისე კარგად ლაპარაკობს, რომ იტყვი, რომ აბატონო, ეს არის დაბადებული მენეჯერი, მაგრამ სამწუხაროდ მარტო ლაპარაკი არ გმარა მენეჯერობისთვის. ვიღაცა ისე კარგად ამოიცნობს ადამიანს და მის ბუნებას, რომ იტყვი, რომ აბატონო, აი ჯადოსნური რაღაც თვისება აქვს, რომ დაჟინებული მზერით ხვდება ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვინ არა, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი კარგი მენეჯერობისთვის. ვიღაცა ისეთ კარგად ჩამოაყალიბებს სტრატეგიას, რომ იფიქრებ, რომ აბატონო, დასვი ეს ადამიანი და ჩააბარე ქვეყანა ან კომპანია ან საქმე, ხო? მაგრამ სამწუხაროდ სტრატეგიის კარგად ჩამოყალიბებაც არ არის საკმარისი კარგი მენეჯერობისთვის. მაშინ იცით რა გამოდის? გამოდის, რომ ზოგიერთი თქვენი ნიჭი, ასე ვთქვათ, ძალიან გამოგადგებათ მენეჯერულ საქმიანობაში, ზოგიერთმა თქვენმა ნიჭმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ მენეჯერულ საქმიანობაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის ნიჭი ვერ გექნებათ და მოგიწევთ ვარჯიში. და ჩვენ ვამბობთ, რომ მეტი უნდა იმუშაო შენ თავზე, მეტი უნდა იმუშაო განვითარებაზე, მეტი უნდა იმუშაო იმისთვის, რომ ის რაც შენ კომპლექტში, საწყის კომპლექტში არ არის, ამოკაჩო. თუმცა ამას არ აკეთებს ხალხი. ხალხი აწვება ბჭყალებში იმას, რაშიც ისედაც ძლიერია. მაგალითად, ვიღაცა მოიძლიერებს ხედვაში და სტრატეგიულ საკითხებში და მოისუსტებს აღსრულებაში. პუნქტუალობაში მოისუსტებს, ბოლომდე საქმის მიყვანა უჭირს და ასე შემდეგ. დაუშვოთ, ხო? თავს იმშვიდებს იმითი, რომ სამაგიეროდ რა მაგარი იდეები მომდის. სამაგიეროდ რა კარგად ხედავს სიტუაციას და ეს არის არასწორი. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი იმ საკითხებზე, რომელშიც მოისუსტებ. ის კი არ უნდა თქვა, რომ არაუშავს კი ვაგვიანებ ხანდახან ცოტა ჩემს დოკუმენტებს და შედეგებს, მაგრამ სამაგიეროდ რა კარგი ხარისხის ვაკეთებ. უნდა თქვა, რომ კარგი ხარისხით ხო უკვე ვაკეთებ და ყოჩაღმე და ეხლა დროზეც გავაკეთებ. ხო? ან კარგად ვარჩევ თანამშრომლებს, ხო? მადლობა ჩემ თავს ამისთვის, რომ თანამშრომლებს კარგად ვარჩევ, ეხლა ავდგები და მკაცრადაც მოვთხოვ. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ არაუშავს იმას, რომ ვერ ვაკეთებ, ამიტომ რაც კარგად გამომდის, იმას მივხედავ, არის არასწორი. ჩვენ ვამბობთ, რომ იპოვეთ თქვენი სუსტი მხარეები მენეჯერული თვალსაზრისით და შეეცადეთ, რომ აღმოფხრათ. და აი ამ საკითხში ნიჭიერება საერთოდ არაფერ შუაშია. ხო? მე მინახავს ხალხი მენეჯერები, რომელსაც თქვათ განათლება, მაგალითად, არ აქვს ძალიან როგორ გითხრათ, არათანამედროვე განათლება აქვს, ანუ ადამიანი 50 წლის ერთ-ერთ ჩვენ ტრეინინგის მონაწილე ახლახანს, რომელსაც დამთავრებული აქვს საბჭოთა დროს, საბჭოთა სტილის ტექნიკური ერთ-ერთი უნივერსიტეტი და არის ძალიან მაგარი მენეჯერი. იცით რის ხარჯზეა ძალიან მაგარი მენეჯერი, თვითონ რომ გააზრებული აქვს, რომ მის განათლებაში რაღაც ხარვეზებია, სხვებს უსმენს და უჯერებს. აი ამის გამო, რომ თვითონ თulis რომ არა აქვს საუკეთესო განათლება, უკეთესი მომსმენია და დამჯერია და აი უცნაური იცით რა არის, რომ ესეთი განათლების მქონე ადამიანს ძალიან პროგრესული, ძალიან მაგარი ახალგაზრდები ყავს განყოფილებაში და ეს ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილი არიან მისი უფროსობით. იცით რატომ? იმიტომ რომ უკეთესად უსმენს ეს ადამიანი და უჯერებს თავის თანამშრომლებს, ხო? ესეც თქვენი პლუსი, გამოგონილი, ასე ვთქვათ, პლუსი, გამოდის, რომ რაც უარესი განათლება გაქვს, მით უკეთესი მენეჯერი იქნები, ხო? ხალხი, რომელიც ცოტას ლაპარაკობს და არ არის მიჩვეული, ასე ვთქვათ, არ არის მათი სტილი, ბევრის ლაპარაკი, ხო? ძალიან ხშირად უკეთეს მომსმენებად ყალიბდებიან, ხო? ხალხი, რომელსაც არა აქვს ძალიან განვითარებული ანალიტიკური უნარები, ძალიან ხშირად გაფაციცებით უსმენენ კონსულტანტებს.
ხო? ხალხი, რომელიც კრეატიულობის შემოქმედებითობაში მოისუსტებს და გააზრებული აქვს ეს ამბავი, ჩვეულებრივ არის იდეალური დამკვეთი შემოქმედებითი ხალხისთვის, იმიტომ რომ არ ეტენება უკაცრავად სხვის საქმეში. ანუ ამბობს, რომ ხო, მე მამაში ვერ გამეგება და მოდი აი შენ მითხარი, როგორ ჯობია და ესე გავაკეთოთ თუ ისე გავაკეთოთ, ხო? ჩვენ ვამბობთ ხალხო, რომ მენეჯერული საქმიანობა არის ტექნიკური ინსტრუმენტების ერთობლიობა, ხო? რომელშიც ზოგიერთში თუ ნიჭი გაქვთ ძალიანაც კარგი, ხო? მთავარია სიზარმაცეში არ გადაიზარდოს ეს ნიჭი, თუ არა გაქვთ ნიჭი, პრობლემაც არ არის, მუშაობა და ვარჯიში აგვარებს ამ პრობლემას. ვერ კარგი გამოსვლა არ შეგიძლია ბუნებრივად, ეს არა გაქვთ მოცემულობა, ბევრს ვარჯიშებ და შეძლებ. ხო? კარგი დოკუმენტები არ გამოგდის, წერა არ არის, შეიძლება მხარე ბევრს ვარჯიშებ და შეძლებ, ხო? თან დაჟინებული მზერით ვერ ხვდები, თანამშრომელი რა შვება და რას არ შვება, ბევრს ვარჯიშებ დაჟინებულ მზერაში და შეძლებ, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი არის სწავლებადი, ხო? მაშინ რატო ამბობს ბევრი ხალხი, რომ ეს არის ნიჭი? რატო ამბობენ გამომდგარი და კარგი მენეჯერები, რომ ეს არის ნიჭი? და მე მაქვს სამწუხარო ერთი პასუხი, ერთ-ერთი ვარიანტი პასუხის, რომ ეს ხალხი ცდილობს, რომ კონკურენცია შეამციროს თავის ბაზრებს. მე, რომელიც ვარ გამოცდილი ტრენერი, დამწყებ ტრენერს, თუ ვეტყვი, რომ ეს არის ნიჭი და აკვანში რომ ვიწექი, ჩემზე გადმოვიდა ტრენერობის მადლი, ხო? შეიძლება ხელი ჩაიქნიოს ამ ადამიანმა და თქვას, რომ აკვანში ჩემზე არაფერი არ გადმოსულა და ამიტომ ჩემგან ტრენერი არ გადმოვა. მე თუ ვარ პროექტის მენეჯერი და კარგად ვაგვარებ საკითხებს და დამწყებ პროექტის მენეჯერს ვეტყვი, რომ ეს მე ბავშვობიდან კარგად ვაგვარებდი საკითხებს, შეიძლება ხელი ჩაიქნიოს, იმიტომ რომ ჩათვალოს, რომ ნიჭი ყოფილა და მე ეს ნიჭი აშკარად არ მაქვს და შესაბამისად დავანებებ თავს. და რაც მეტი დამწყებ პროექტის მენეჯერი ჩაიქნევს ხელს, ხო? მით უფრო ნაკლები კონკურენცია მექნება მე როგორც პროექტის მენეჯერს. ეს, მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი ამას გააზრებულად არ აკეთებს, ანუ ცუდ საქმეს კი არ აკეთებენ, უბრალოდ ვიღაცამ უთხრა და ამათაც ჯერათ, რომ ეს ნიჭია და რაღაცა ჩვენთან უყვართ რაღაცა ზღაპრული ის რომ შეძინონ თემას, რომ როგორ დაიწყე, ესე იგი, როგორ გადაწყვიტე პროგრამისტობა, როგორ და ვიჯექი ერთ დღეს და რაღაცა იდეები მომივიდა. არა ხალხო, ესე არ ხდება რა. ხო? ხდება როგორ იცით? შრომით. უნდა დაისახო მიზანი და ადგე და იმუშაო. ვიღაცას მეტი მუშაობა დაჭირდება რაღაც მიმართულებით, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ უნდა დაჯდე და ბევრი უნდა იმუშაო. ნიჭიერი თუ ხარ, ბევრი უნდა იმუშაო, რომ სიზარმაცემ არ გაჯობოს, უნიჭო თუ ხარ, კიდევ უფრო ბევრი უნდა იმუშაო, რომ ნიჭიერებს აჯობო. ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა კარგი მენეჯერი დაადასტურებს გულწრფელობას თუ მივახციეთ, რომ არ იყო ისეთი კარგი რაღაცებში, როგორც მერე გახდა, ხო? ანუ დაადასტურებს, რომ ვარჯიშთან ერთად, მუშაობასთან ერთად მისი მენეჯერული უნარები განვითარდა. და ამიტომ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ყველა ჩვენგანმა ძალიან ბევრი და რეგულარულად უნდა იმეცადინოს მენეჯერობაში. ეს იქნება საჯარო გამოსვლა, დოკუმენტის დაწერა, თანამშრომლისთვის ფიდბექის მიცემა, ინტერვიუ, სტრატეგიის ჩამოყალიბება, არ ვიცი კოლეგებთან ურთიერთობა, ზემდგომებთან, მომწოდებლებთან ვაჭრობა, მოლაპარაკება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სწავლებადი. უნდა ვივარჯიშოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარები და ყოველწლიურად და ყოველ თვე უნდა ვიყოთ უკეთესი მენეჯერი ვიდრე წინა თვეში და ვიდრე წინა წელიწადში.